მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს 21 დეკემბერს ცაზე. მზე გადადის თხის რგის ზოდიაქოში და არის მზებუდობა და ესოთერულად ეს არის მზის დაბადება ზოგადად. და ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს უფრო ეზოთერული კუთხით, უფრო ასტროლოგიურად, ვიდრე ხლა ესე ასტრონომიულად, თუმცა ასტრონომიული მოვლენაც არის, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ რა ენერგეტიკული დატვირთვა აქვს ამ ტრანზიტს, ესე რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს ენერგიები გამოვიყენოთ, რა უნდა გავაცნობიეროთ ამ პერიოდში. საერთოდ ეს არის მთელი ციკლის დასასრული, მზის გაზრდას და ესე უკუსვლის ენერგია სრულდება ფაქტიურად, ანუ მთელი წელი, მზის მთელი წელი სრულდება. ძალიან კარგი პერიოდი არის დღეს, მაგალითად, მოხდეს განჯაჭვა ძველი ემოციებისგან, დახურვა ძველი კარმული პროგრამების. ეს არის ენერგეტიკული სტრუქტურა ჩვენში, რაღაც განდევნილი ძველი ემოციები, განდევნილი არანაცხოვრები, ძველი სტრუქტურები. ამ დღეს მოვახდინოთ გათავისუფლება, დახურვა ამ წინა, ეს იქნება კარმული პროგრამები, ეს იქნება ურთიერთობებში, მაგალითად, რაღაც დახურვა, რაღაც გაცნობიერება, შეხვედრა რეალობასთან და გაშვება შესაბამისად წარსულის. იქნება ეს პირად ურთიერთობები ცოლ-ქმარს შორის, მაგალითად, იქნება ეს მეგობრული ურთიერთობების თუ უბრალოდ სხვადასხვა გაცნობიერებები, რომელიც უკვე მომავალში აღარ შევიტანოთ. ეს ენერგია. თან ახალმთვარეობა 20-ში ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის, როდესაც ახალმთვარეობა გვეუბნება მშვილდოსნის ბოლო გრადუსზე, ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. იყო ეს ახალმთვარეობა და ბოლო გრადუსზე მიანიშნებდა იმას, რომ ახალი თავგადასავლების, ახალი მშვილდოსანი ეს არის დიდი მიზნები. მზეც ეხლა ბოლო გრადუსებში ნეგატიურ კვადრატურას ქმნიდა სატურნთან და ნეპტუნთან და მთვარესთან ერთად და ეს ნიშნავს ადამიანურ ენაზე, რომ დიდი გეგმები, რომელიც გამოცდას გაივლი სატურნი. სატურნი გვეუბნება, რომ შენ კი რაღაც ძალიან გინდა, ან დიდ გეგმებს აწყობ, მაგრამ გაჩერდი და დაფიქრდი, ეს შენი ოცნებები, ეს გეგმები რამდენად მართლა გჭირდება, რამდენად მნიშვნელოვანი არის და რამდენად გამოხატავს შენ რეალურ ნამდვილ სურვილებს, ხომ? ოცნებებიც იგულისხმება აქ, იმიტომ რომ იუპიტერიანული ენერგია არის ჩართული მშვილდოსანი, ეს არის დიდი ოცნება, დიდი სურვილები. მოდით ესე რომ გითხრათ, ბედნიერების სურვილი, დიდი ბედნიერების სურვილი ამ დღეებში განსაკუთრებით იქნებოდა წამოჭრილი უმეტეს შემთხვევაში. თუმცა სატურნის შეზღუდვებს დაეჯახებოდა აუცილებლად, ეს იქნებოდა შეფერხება.